გიბრუნდებით ძვირფასო გულშემატკივრებო, სამხრეთ აფრიკა საქართველოს პირველ ტაიმის შემდეგ 22-10 საკმაოდ კარგი ბრძოლა. პირველივე წუთებზე ვანო კარგაძემ გაიტანა ლელო. თუმცა შემდეგ საპასუხოდ აფრიკელებისგან 4 ლელო მივიღეთ, მაგრამ მაინც ისე ვიტყოდით, რომ მაინც ძალიან დიდი ბრძოლა გვაქვს. აქ აიღო ლუკა ივანიშვილმა კარგად და რაკიც გავასუფთავეთ. კარგად გადასული ფეხია. ხო, ძალიან შორს ვერ გამოვდივართ. საუკეთესო იყო ოთხში აქამდე ყველა გამოსვლა შორის, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა 10-15 მეტრით წინ გვინდა ხოლმე, რომ ჩავთვალოთ, რომ კარგად გამოვედით. კვლავ აფრიკელების დერეფანი, ბექა გიგაშვილი. გაათამაშეს აფრიკელებმა, წამოვიდა ვიზე, დახვდა მატკავა, ეჭიდავება და დასვა. აქ რაღაც კომბინაცია ჩახლართეს და დაუვარდა საბოლოო ჯამში დაუვარდა, იქნებ კონტრზე წავიღოთ რაიმე თოდუა. გადავიდა ლობჟანიძეზე, ლობჟანიძეს ისევ აეჭრა ფეხი. არა, უშაოს 22 მეტრიანს გამოვცდით. ბატონო ალბათ ხوارჯობდა შეკინება, მაგრამ თუმცა ბოლოს მოგვაწვენდა, ანუ არა გასაკვირი აფციაური შეიცვალა და ბექა გიგაშვილი რა თქმა უნდა უფრო გამოცდილი ბურჯია, უფრო მაღალი დონის ესე ვთქვათ, უფრო დიდი ხანი აქვს გამოცდილება top-14-ში, როლიც უფრო ესე ვთქვათ, აქ შეიყვანეს მუდი შვენიერი შეყვანა იყო უბრალოდ დაუვარდა. რო აიღო, თუნდაც ხო, კარგად წამოვიდოდა ძალიან. აქ არ გამოგვივიდა მოპარვა. ციოლდა ივანიშვილი ამოღებას არ გამოვიდა. ცუდად გაათამაშეს, დაუვარდა. იქნებ კონტრზე წავიღოთ, სწრაფია. კარგაძე კარგია. ამოგდება შვენიერია, მატკავა. არა, ეს მეგონა დააბრუნებს საჯმა, რატომღაც არ აბრუნებს. ვასკა ლობჟანიძე გაძვრა ლობჟანიძე, კარგია. თავის მავიზამიმეს კარგი ბოჭვა გაუკეთა. რა ხდება? შიგნიჩემო გიგაშვილი დააბრუნა რა თქმა უნდა. კი, ბევრი მაგი ბურთის ვარდნა იყო და ჩვენი შერკინება იქნება. მეორე ნახევარში პირველი შერკინება. რა შეგვიძლია ახლა პირველ ნახევარზე ვთქვათ, რომ ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა მაგრად დავთმეთ, უბრალოდ კლასი გამოჩნდა, რომ მაღლა არიან შერკინებაში მოგვაწვნენ, ჰაერი მოგვიგეს და მოლიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი არ მოგვიგეს, უფრო ძლიერები არიან და მოგვაწვნენ და კარგად გაათამაშეს 5 მეტრიანში დერეფნებიდან 2 ლელო გაგვიტანეს, ამიტომ გასაკვირი არც არის ეს უკვე მოგახსენეთ და რეპორტაჟის დაწყების წინ რომ ბომბსკვადი. აი ეს არის ამის გაზება იქნება ყველა ერთული. ეს მესენ როცა ერთად შემოვლენ თან ერთად შემოვლენ. არტილერია მოკლედ შემოყავს რასიერასმოს. ბატონო. თავარი წნეხი წამოვა აი ამ მორაგბეების შემოსვლისას. და ადრე მოგვაწვნენ კი ბატონო. თავისუფალი დარტყმა ოღონდ. აქ უნდა ავწიოთ და მე მეცადოთ კარგად ჩავხუროთ. და აწევის ხარისხაც რა თქმა უნდა ბუთის აწევის ხარისხაც აქვს მნიშვნელობა. ამზადებს ნინიაშვილი აბრაგანს. აწია ძალიან მაღალი ტრაექტორის კარგი დარტყმულია ეს. და დაუვარდა ეს რა მართლა. აი, ჩვენია. კარგია კარგაძე, ივანიშვილი, ოფლოუდი. აი მე, ვერ ავიღეთ. გას ახალაძე აქ იზოლაციაში თავი არ უნდა მოიქციოს არავითარ შემთხვევაში. გადმოვარდნენ, არა არ შეგვიშალეს საბოლოო ჯამში ხა ბურთს გადაინახელი, ამიტომ ჯარიმას ვერ მოვითხოვთ, საღინაძე კარგად ურქინა. კი, მთელ დღე იგებს ის კონტაქტებს. ამას მე თუ მკითხავ გვინელებენ ამ შეტევას და დაგვისრულა. დასრულდა მატკავა მონახა ცარიელი ადგილი, კარგი დარტყმული, არა აიღეს კარგად. ხოჩაღებიჭია, კი. აი ეს ბურთი მნიშვნელოვანი იქნება, წავიდა ნინიაშვილი და კარგია ნინიაშვილი იქნება გაძრეს. თვითონვე არა და აი ხა თვითონ მოძებნეს ცარიელი ადგილი და 50-22-ზე მოხდება. არა ყვესომ ჩაასწრო და მოუწევს სახიფათო ზონიდან. ვაიმე. აბუცაძეს გაარდევინეს ბურთი ხელიდან და ძალიან კარგად აიღო ნინიაშვილმა და შეცდომა დაუშვა. ნუ არა აქვს, ყოველთვის ეს 54 წუთია ჯერჯერობით არ მიზის ნინის თამაში. თუმცა მისგან ყოველ წამს ველითეთ პატარა შეცდომას აფრიკელებს და გაარწმუნეთ ის აუცილებლად დასჯის აფრიკასაც კი. ამასობაში ფეირვერკები გაუშვეს და შემოვიდა. ორი ლელოს ავტორი ვანდერმერვე გავიდა და ბონამბი შემოვიდა.
ვენტერმა და ტუდოტმა გაცვალეს ადგილები და ასევე ფიუხე და კოხმა. აუ მოვიპარეთ. ეცებეცაც დაუტოვებია ადგილი ამასობაში, ძალიან ბევრი ცვლილება გააკეთეს. არა, რა შვები, არა, ჩადდე, არა, ეს ასე შემოტანილია და ლელოს ხაზიდან განახლება უნდა იყოს. არა, ჩვენი შემოტანილი. ჩვენ გადმოვაგდეთ, ხო. არა, გარის კაკ, რა თქმა უნდა, არავითარი ოფლოუდი თუ ვერ გადიოდა, უბრალოდ დაემიწებინა და აი ახლა ვნახოთ, თლიანად შეცვლილი ყავს უკვე 5 მოთამაშე, თორსები 5-ვე შერკინებაში შეცვალა რასერასმუსმა. ნუ ვინცენტ კოხი ალბათ საუკეთესო სამნომერია თანამედროვეობის. კი არის, შეიძლება ყოველთვის ერთ-ერთი კანდიდატი ნახოთ არის. სამწუხაროდ მოვიგეთ, მოვპარეთ აუტი, მაგრამ იქნება გიგაშვილი მიაწვეს კარგად. არხის ნიმანიცაა შემოსული, ხო, გიგანტი ლენსტერის სუპერვარსკვლავი. Just bring your feet up a bit. I know you can't help that. Try and fight elbow high. Hey. Crouch. Bind. Set. ჯარიმა. მათი ჯარიმა. კვახასმიტი წამოვიდა. დახვდა ბექას აღინაძე, კარგი იყო. დუტოვი გადაგვიარა ახლოს არის. და გრძელი გადაცემა კიდე ერთი ლევო იქნება ჩვენს ლევოში. კი, ძალიან რთულია ამის დაცვა, რთულესი საქმეა აფრიკასთან. მეხუთე ლელო. ედვინ ვალდემერვე. ხო, ამ კაცის დარტყმა იყო პიტერ სტევდუტოი, ორზის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე 2 წლის განმავლობაში მას მოგებული ეს ტიტული. ძალიან დიდი მორაგბე და დაგვარბია და მარტივად მერე გრანტ უილიამსმა გაუტანა ვალდემერვეს. 27 დათი, თუმცა გარდასხვა კიდევ ერთი რთული დარტყმა ელის ფერბერ გომეზულს. აცილა 27-10. ხო, ეს ბომბ სკვადი არის აფრიკის ცნობილი ტერმინი, ეს თქვა თუ ამით ქნიან ისინი, ამით ტეხავენ ისინი მეტოქეებს ბოლო უსმას აჭედებენ და ნახოთ აბა ეს ამათ ბომბ სკვადს როგორ დაუდგებით. დავაჯექთ კვახასმიც, არა, გაგვხმინდეს გავხმენ. ამ რაქის ხარისხი თქმა უნდა გამოირჩევია და ვაშკარად ჩვენზე მაღალი ხარისხის რაქი აქვთ. ხელით მოდიან? მოდიან. აი, ფეხით გადაკიდა. არა, კარგია. საბოლოოში დატოვა მოედნის ფარგლები ჩვენ დერეფანი იქნება. შეუტიოთ, კაცო. კი ბატონო, თან არც ისე სულად გამოგვივიდა, ლელოს გარდა გქონდა ერთი ძალიან კარგი მომენტი, როცა მინიაშვილმა გაჭრა. და იქ ალბათ რა ვიცი ხა როგორც მეც მეუბნებიან, ალბათ ჯობდა შეეძლო პასის მიცემა და იქ თაძი როგორც ესე ალელა ასრულებს ესეთ შეტევებს ძალიან კარგად. კარგი, დავუბრუნდეთ ამ ეპიზოდს. ნაკლებ კაცად ერეფანი დავაყენეთ, ჩაჩანიძეზე ძირას არის ის ოპერატორმა, არა, საღინაძეზე მოვიგეთ, გავიდა ბურთი მატკავა, ყვესო შევა კონტაქტში. გაგვაჩერეს. აქ კომბინაცია ჩვენი ფრთხილად უნდა ვიყოთ. შიგნით შემოbrunებული ტიმპასია. ანუ გვაჟდა აქ როგორც გას ეგრევე იმდენ სწრაფად წევენ აფრიკელები ხას რომ შეცდომის ალბათობა იზრდება რა თქმა უნდა. კი. წინაც იყო ტაბუცაძე, ასის წინ იყო, ნუ წნეხში იყო მათკავენ აქ აზრის არის რომ აფრიკის დაცვა იმდენ კარგი იყო რომ უბრალოდ იზრდება შეცდომის დაშვების შანსი.
I want it to be slow because I want us to stay in the air, okay? არგენტინა თორემ ამოთან ისი სახე ალბათ კომბინაციის სახე რაღაც დაცვის არ ვიცი ვერ გეტყვით ნუ აბა ვნახოთ როგორ დავდგებთ Lean on the bind. შერკინებები საჭსაც ვერ წაუვიდა კარგად ვერც გუნდებს მოკლედ რთული შერკინებები გამოვიდა რეალენდე წამოვიდა გადაგვიარა აი კვახასმით გავაჩერეთ ბონამი აი ივანიშვილმა დააჭედა ადგილზე სიაკოლისი Stay back. უკანა დავიხიოთ აქ და ფეხი ძულებულია ფეხი და ახან თუმცა უნდა ავიღოთ კი მაგრამ უნდა ავიღოთ ახლა ნინიაშვილი აიღო კარგია ნინი მაგრამ მერე გავივარდა თუ იმას იმას დავუვარდათ არა პირველი ჩვენ ჩაგვithვალა მაგრამ ხო აიღო მერე დაჭერილი გულია და ძალიან დიცნეხში ყავთ ნინიაშვილი არამარტო ნინიაშვილი ყველა ეს დაკიდებები თუ ნუ აფრიკელები ამაში ძალიან იტალიაც შეჭამეს ამ და აქ ნახოთ ეს ბოჭვა ცხინვალე უფ აი ეს ჩაუ იდეალურად ტექნიკურად იდეალურად შესრულებული ბოჭვა დააჯდა წაიკითხა და აქ თუ თავი რა თქმა უნდა ამ ეპიზოდში იყო რომ სწორად წაიკითხა ოჩახ რეჟისორებს კარგად აჩვენებენ სხვათა შორის ახლა ეპიზოდის გმირს კი აი საჯის ვიცი ასეთი ბოდიშით ბიჭებო მე შემეშალავ წვანეებს დაუვარდათო და ქართველების შერკინება იქნება კი იმედია ლუკას უკვე ხშირად ვიხილავთ ბრისტოლში და ის რა თქმა უნდა სხვა დონეზე გაიყვას ეს შანსია რომ სხვა დონის მონაწილე გახდეს საერთოდ ბრისტოლი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია პრემიერშიპში აი აქ დაიჭირა ნინიაშვილმა მეორე მოძრაობით აი აქ იჭერს და მერე უკვე იქ მოხდა აი აქ კი ბატონო მოხდა იქ ხარზე თუ ყვახასმიც და კი ყვახასმიც დავარდა და წინ თამაშის მერე დავარდა გვინდა ნინისთვის ერთი კარგი მომენტი და ის მიიყვანს საქმეს ბოლომდე გაწონეთ 6-2-ზე ყავს ეს აუგუსტო თუ მარკაფა 6 მოკინალი გვიზის ერთი ხაზის მოთამაშე მოვიკელით რა თქმა უნდა აფრიკასთან ეს ჩვეულებრივი ამბავია ეხლა თითქოს ისინი ჩავიდნენ ქვევით კი და ჯარიმა ჩვენ კი კარგია დიდი შანსია ესე თუ წავიდა შერკინებები ყვითელი ბარათი იხმაროს ან აქეთ ან იქით ხარეს გააჩნია ვინ შეხვდება ბოლოს დამრღვევი Matthew Carlis Tight head to his knee driving up. If not your penalty the other side but that was first. კარგია მათ გავს დარტყმული შესაძლოა პოზიციაში გადაიტანა ბურთი You can't attack from there okay Yeah. Five. აუტი იდეალურია დღეს მოლი წავიდა ბურთის სათავარი კონტროლის თუ გვაქვს კი ბატონო არის კარგადზე გოლში უნდა გაიტანოს ახლა უნდა გაიტანოს გადაგზევნიან სპანდერაშვილს და მამათარიშვილს გაუცვლია თამაშობაში ადგილები გაიტანდი დროზე საღინაძე აი გადაგვივარდა ისევ ბურთი უნდა ავიღოთ უნდა ხელი შეუშალოთ კარგია არა სანდრო მამათარიშვილი არ გაატანო ბურთი კარგია არ გაატანო გაუშვიო რა ძირსაერთოდ შეიძლება ჯარიმაში გადავიდეს ეგ სერგო ამიტომ გვირჩევნია გავატანოთ ბურთი მაგ დროს გადაკიდა გომეზულუ გადაკიდება აიმე თვითონ აიღო და კარგი ამოგდება ჩაატარა იქ და ძალიან სახიფათოდ გვიტევენ მოკლე შეგორება ნინიაშვილმა აიღო ბურთი საბოლოო ჯამში გაუსხლტა ორ მოთამაშეს კარგია
გადავიდა რაკში, მე მგონი დავიცავით. აქ მინდა როგორი საფათოები არიან სივრცეში და როგორი სწრაფები. Use it. სივრცეშიც და არა სივრცეშიც. არა, ყველგანო. კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს თუ ვინმე ახლა შემოგვიერთით. საქართველოს ეროვნული ნაკრები ეთამაშება 4-გზის სოფლიო ჩემპიონს სამხრეთ აფრიკას. ნუ სხვა რა გამოსავალი ქონდა ახლა აქ ლუკა ივანიშვილს არ ვიცი. ამასობაში პაუზით ვისარგებლეთ და მოგახსენებთ, რომ ტრანსპლანტაციას არ მოგიდიოთ სინაბონი სოფლიოს მასშტაბით 51 ქვეყანაში უკვე ცნობილი და იგი საქართველოშიც არის. საფირმო დარიჩინით გამოცხარი როლებისა და უგემლესი ყავის დაგემორება მომხარებელს შეუძლია გარეღია თბილისში და City Mall-ში. ასე უყურეთ რაგბის და მივიდეთ სინაბონი. ხო, გაუბრუნდები იმ აზრს, რომ შენ უკვე უთხარი ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ ერთხელ უკვე ტესტ მატჩით ვეთამაშებთ სამხრეთ აფრიკას და პირველი შეხვედრა ჩვენი და სამხრეთ აფრიკის ის ზეცკვირპრიში მიარდა, მეგონი. კი. პირველი თამაში სამხრეთ აფრიკელებთან გაახდა 2003 წელს, როდესაც სოფლიო თასზე პირველად მოხვდა საქართველოს და სოფლიო თასზე იქ ერთადერთი ლელო სწორედ სამხრეთ აფრიკის წინაშე გავიდა. კი, დავით დადუნაში სხვათა შორის ის არის საერთო რომ სულ ორი ლელო გოს აფრიკასთან და ორივე ქუთაისის საიას აღზრდმა კვაჭმა გაიტანა. კი, ბატონო. დავით დადუნაშვილმა და ეხლა ვანო კარკაძემ დღეს. და ეხლა ჩვენ მოგვიწევს გამოცდა აფრიკის ბომსკვადთან. ხო, წამოვაქ შეკინდება. კიდევ ერთხელ მოვპარეთ, აიგეთ, უნდა შევინახოთ. Rock your feet. Step back. და ნახოთ. ორი აუტი მოვპარეთ სხვათა შორის 15 მეტრიანში აფრიკელებს. აქ უნდა დავაფარებინოთ. ვასკა, გავედით შორს. ისევე აქ ტრიალებენ აფრიკელები. აი ესე დეტალებში უჯობნიან, აი რაღაც ესეთი. ნუ იმიტომ უჯობნიანო, რა თქმა უნდა, უფრო ჯაზიც არიან, უფრო მაგარ გუნდებშიც თამაშობენ, კი. ალბათ ეს არ გვიკვირს ამის თქვა, მინდა რომ არ არის გასაკვირი რომ რაღაცებში ჯობნიან და დამემილებს შემოვიდა. შეცვალა საშა გომეზული. ამჯერად აღარ ახვდით. და წამოვიდნენ. თუმცა უჯარიმო. დაუვარდათ მე მგონი ბურთი არა. საღინაძეს კარგი ბოჭვა იქ. მოდის დიალენდე ჩავიდა ბაბუნაშვილი. რამდენი ხანი არა. ჩვენზე ყოფილა იქ ჯარიმა. სნიმანი დაგვეჯახა. უნდა მოკლათ. კარგია. არ გახა უნდა შევა რა თქმა უნდა თოდუ ამას არ გაატარებს, ესეც მოხდა. კი ბატონო, ყოჩახ, აგრესიულები ვარ ძალიან და ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა უწევს აფრიკას. ნახოთ, აბა ეხლა შევა გავვითამაშო. ყველაფერი შეუულიათ შეკინების აღებაც. და პოლარდი შემოვიდა, პოლარდი ითხოვს შეკინებას, ხო. ნუ ის პოლარდი უფრო კლასიკური რაღაც მიმდევარია, პრაგმატული 10 ნომერი ძალიან და ბაბუნაშვილი ეუბნება რომ დემურე ფრემიძე გამოჩნდა, თეთრაშვილი, ქვათაძე, ჩვენც შემოვიყვანეთ. ჩვენი ბომსვადი ასე ვთქვათ. კარგი ბიჭები. კარგი ყოჩახ. იმსახურებენ ნამდვილად ტაშს. კი, ნამდვილად ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს უკვე და კარგ თამაშს გვაჩვენებენ. კი, არა. თავარია ის რომ სოფლიოს ანახებენ რომ საქართველოს შეუძლია ასეთ გუნდებთან თამაში. Crouch! Bind! Set! ცილობენ მოგვაწვენ. გაიტანეს. არა. აუ! გაგვიფუშტა ბოჭა. თუ არ და შეკინება კარგად დადგა სხვათა შორის. კი. ნამდვილად. ვილემსე ლელოს ავტორი. დამიან ვილემსე
აუ არა და დასანანია შეკინება კარგი იყო და ხო აქ მათკავას და დავუცაძის შორის გაძვრა ვილემსი. მოწ 12-10. ხო აქ ბევრად კარგი დამტყმელი რა თქმა უნდა საშა გომებულზე ანდრე პოლარდი წინა მსოფლიო შეგვიძლია თქვა რომ მისმა ფეხმა მოაგებია აფრიკას ეხაც სუსტია 34-10 56-17 წუთის ნიცრულს უკვე 24 გოლიანი სხვაობით არის მასმიძელი სამხრეთ აფრიკა წინ. შეტევა გვინდა შეტევა მეორე ტაიმში მაინც და მაინც არ მახსენდება რომ შეგვეტიოს კი ბატონო. სხვაშორის ახლა ტაბუცაზე სწორად გადავიდა მარჯვენა მხარეს გახსნილი მოთამაშე იყო უბრალოდ ნუ რა მათ გავას მეტი რა უნდა იქნა წავიდა ბოჭვაზე მაგრამ გვაჯობეს ახლა შეტევაში ფიზიკურად ძალიან ზიერია ვინებს ეს სწრაფია ვიცი როცა ნუ ამ ზონაში შემოდის უკვე იღბლის იმედად ხარ რომ რაღაც შეიძლება შეცდომა დაუშვეს თორე თულია და დაიცვა კიდევ ერთი ნუ აქ არ უარდება თუთი რა თქმა უნდა ნოტიე შეცდომას არ უშვებს ერთი მაუნთარიშვილის კარგი ბოჭვა გვინდა მას შეუძლია ისეთი ხისტი რომ წამოვიდნენ ხელით უნდა შებოჭოთ კარგია გიგაშვილს შეუძლია ჩასვლა არა არ გამოვიდა სნიმანი ოფლოუდით ხილს უნდა ვიყოთ კარგია გაგდებინა იქ ლობჟანიძემ ჩავიდა ამარად დაწვაძიეს და დაგვაწვინეს სამწუხაროდ მაგიძულებული გავიდნენ თუმცა მაღალი აბრაგანი ახსია აბა ჰაერში თოდუამ კარგად ითამაშა გადმოაგდოთ ჩვენკენ ნინიაშვილი საწყისია ნინი ოჰ რაპასი გაუშვა მათკავაზე გადაცდი რა არა რა ფეხი დაარტყეს რა ვარი თოდუა თვითონაც წინ და შორი გადაიტანა ადგილზე დახვდება პოლარდი ამ ბორცს ძელი გადაცემა აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ ვანდემერვე შეუულია წამოსვლა მუდი გაიქცა გადაკიდა უნდა დაიჭიროს კი ბატონო ალაზე დაიჭირა ნინიაშვილმა და გადაიტანა კიდეზე მე მგონი დათო. კი ბატონო, მათ ტელეფონი იქნება, ვნახოთ. რა არის გაყავთ თავი? და ფავტეკლერკი ლეგენდა ეს. ოღონდ სოფლიო ჩემპიონი ცხანომერი პატარა ძალიან პატარა ტანით, მაგრამ როგორც მოთამაშე უფრო ბევრად დიდია, ძალიან დიდია. რაღაც კომბინაცია ჩახლართეს, კოლისი წამოვიდა, მთავრშო ფეხში წავიდა, მთავრშო. აუ დუტოის გაჩერება ძნელია რა თქმა უნდა. აქ შეატრიალეს შეტევის მიმართულება, ხელდახელ კარგად ურთავენ ხა აფრიკელები. არა, ცუდად აქვს მით შებრამენეთ იქ არ გამოვიდა, კარგია მაინც. Step back. Thank you. სნიმანი ხელზე უნდა უყუროთ აი მანთავრიშვილი ჯარიმა ბურთიანად კაცი ბურთიანად წაიღო არის უპირატესობა თუმცა ვერ გავიდა სნაიმანის და ესე იგი ბურთიანად რო ჩაავლო ხელი ოჩახ სანდრო მანთავრიშვილს ხო ისიც ლუკა ივანიშვილი და სანდროც ჩავსველი არ უყოს ბევრი ეგეთი მოთამაშე საფრთხოდ ისაც შეუძლია რაკში მე თუ შეწუხება და აი რა თქმა უნდა მანთავრიშვილიც ერთ-ერთი მათგანი ეცაც შეუძლია ეს და აქვს ეს უნარი გადავედით კიდეზე 10 მეტრიან წვეტილ ხასთან ჩვენი დერეფანი იქნება მოვიგოთ და წავიღოთ შეტევა როგორც უკვე სერგომ ერთხელ მოგვახსენა მეორე ნახევარში რაც ეს კარგი დალაგებული შეტევა ჯერ არ გიქორციელებია ამიტომ ველოდებით ჯერ კიდევ ირაკლი ქვათაძე გაბუნაშვილზე პირველ კაცზე მოვიგეთ ორი ხელით მორი ჩამოყალიბდა ქვათაძემდე გამოვიდა ბურთი მოტრიალდა კი ოღონდ შევინარჩუნოთ კონტროლი გვინდა არა ეხლა აქ მთხილად ვიყოს
უნდა წახვიდე მიწაზე. Now it's a tackle, let go. საღინაძე. მამამთავრიშვილი. კარგი დაცვა. No 20. და ჯარიმა არა თქონდა. ვაი. Pass the ball off your feet. და ეხა იქნება 22-ში შევიდეთ რამენაირად. შეიძლება რეალურია თქმა უნდა, ყურადღებით უნდა იყოს მათკავა. ახოთ გარისკავს. არ გარისკა, უჩოზე დააწყა. Yeah, because it effectively broke away, so it was a tackle. ვა გადაწვა და გადაიარა რაც ისეთ შეანელა ეხა იქ ჩვენების მიხმარება, მაგიტომაც ვერ შევინარჩუნეთ ბურთი, რაც ლეგიტიმურად დააჯარიმა. მეთიუ კარლი კიდევ ერთხელ ბაბუნაშვილზე პირველ კაცზე მოლი ბიბიძგი მივეცით უჯარიმოთ. უთისა და გაგვაფრე. არა, ჩვენია ლობჟანიძე. მარცხნივ მორკინელებს მონახავს. საღინაძე მიიღო. კარგი კონტაქტით შეასრულა. როგორ ფიზიკურ ჯანზე არიან, ესე იგი. ქვათაძე. აუ გადაგვივარდა ბურთი. აქ ხელი ამ კაცის ხელი უნდა დავიმასვნათ. მოდიან. კარგია დაცვაში ლობჟანიძე. ფავტეკრე ხელია. რთულესი დაცვა მოგვიწევს. ხა უზიში მოიპარა. ჩვენია. კი, უნდა გაუშვა. Right side. კარგი დარტყმური მატკავა შესრულებით თან ძალიან. კი, აღარ იჩქარა ვილენსა, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ. უყვართ მათ სწრაფი შემოგდება. ნუ შეტევაში ვერ გამოვიყენეთ კიდევ ერთხელ. მე უბრალოდ ერთად შესაძლოა მეორე ტაიმში შეტევა გვიჭირს რა თქმა უნდა. No, it's difficult. Try not to put your hands on me though. და თონიკე ჯალაღონიაც გამოვიდა ამასობაში. Happy Eugene. Hold them. ნუ ცხან ნომერზე არ ყავს შეცვლა ასე რომ ასკალობჟანიძეს თუ რაც დურეს ის არის მოუწევს ბოლომდე იმედია ტრავმა არ იქნება და თუ არა და მოუწევს თქვა დავით ალბათ უკამათკავას ცხვაზე გადმოსვლა. თედო აბჟანდაძე ყავს შეგახსენებთ 10 ნომერზე შეცვლას. თონიკე ჯალაღონია ძალიან ისეთი მოხერხებული კარგი მოთამაშე შეტევაში ძალიან ეფექტურია თონიკე. კარგი ბოჭო მივეცით იქ პოლისი მოდის. და ფეხს დაარტყა. თუმცა აი ყველა ფეხი, აბსოლუტურად ყველა ფეხი არის წნეხის ქვეშ. უბრალოდ დარტყმული არ მინდა, არ გვინდა ხავს სამწუხაროდ აფრიკელების, რომ აი ხეში წესით უნდა აიღოს თოდუამ, კარგია. კარგი იყო ხაერში თოდუა ძალიან, ვაკონტროლებთ ბურთს ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე შეტევას და წამოვიწყებთ გიგაშვილი. კაცი ხელი. ხო, ბურთი ხელმისაწვდომია, მზაჯი გვეუბნება. გავიტანეთ. თედო აბჟანდაძე შემოსულა ამაში. ვინ გავიდა ოღონდ? მატკავა ალბათ, ხო, სხვა. და შეცდნენ. კი, აი ჩვენ. არა, მატკავა მოედანზეა. მაშინ გავიდა, ნინი გავიდა ალბათ. ხო, იქ აწუხებდა რაც მე მგონი განიხილავდა, ხო. შეცდა აქ დამიან ვილემსზე. აუ იქ ლუკასაც და მე მგონი ფეხით სულად. Captain. Knock on or line out. Scrum or line out. და შერკინება მოითხოვეს მე მგონი წინ თამაშის შემდეგ კიდეზე გადავიდა ბურთი და ჩვენების შერკინება. ხო, შეკინებაო თუ აუტიო თუ ნახოთ. აი თითქმის ორჯერ მეტჯერ აქვს ხელით წაღებული ბურთი აფრიკელებს. 103-ჯერ წაიღეს ხელით და ნახე. რა და ჩვენ 63 ჯერ 517 მეტრი მოუგიათ ესე იგი ბურთით სირბილის დროს და სადღაც 200 მეტრამდე ჩვენ. ნახოთ აბა მარკაპის პირველი ხაზების გაჯიბრება. მე ვიტყოდი რომ ძირითადად პირველი ხაზები, ნუ რა თქმა უნდა, გვაჯობეს აფრიკელებმა, მაგრამ არ იყო ხა ისეთი დიდი დომინაცია არ ქონიათ მაინც და მაინც ჩვენც ვიდექით. და ჩვენც დავაჯარებთ. ნუ ჯალაღონია 8-ზე.
საკუთარი შერკინება არც ერთი არ დაუკარგავს სამხრეთ აფრიკას, როგორც რეპორტაჟში გვატყობინებს და ორჯერ დაუკარგეთ ჩვენი. კარგია, გიგაშვილი აწვება, კარგია. აი ახლა დაჯარიმდებიან. გავითამაშოთ. ხელ და Not driving straight. კარგად სხვათაშორის უნდა თქვა, რომ იდეალურად მივაწექით, აი პირდაპირ ის კი არის, ყველა ჩავარნაზე 50-50-ზე სასტვენი ეს იყო კლასიკური. ნამდვილი მიწოლა. ძალიან კარგი შეკრული შერკინება მიაწვა საქართველოს. ეხლა გვინდა კარგი აუტი. კარგია, 5 მეტრიანში ვართ. 5 მეტრიანში ვართ. მოვიგეთ ბაბუნაშვილზე. მოლი. მივაწვეთ ბურთს ვაკონტროლებთ ეგერ თუ არ ბურთი უნდა გამოვიდეს. კი, ჩვენკენ არის ბურთი. აი, გიგაშვილთან და ქვათაძესთან თუ არ ვწდები. შევცვალეთ ღერძი. აკათი არა. ჩავიდა ძირს, მაგრამ ბურთი ჩვენკენ ხარგის. გაგვიჭერს. ამო ბოლის დეარო და შერკინებაში იქნებ ისევ მივაწვეთ და დავაჯარიმოთ. ხო, ვერ გამოვიყენეთ სამწუხაროდ. ნუ შეტევა, ნუ ეს ირლანდიას გამში ძალიან ამ დონის გუნდებთან შეტევა ძალიან გუჭის, რა თქმა უნდა. ამაზე სამუშაოა ძალიან დიდი და ვიტყოდი ბავშვობიდან ამაზე სამუშაო ძნელი ამასაკში რთულია. აგვიჭერეს ნახოთ აბა შეკინება ახასმიტი. აი წინა თამაშით გაუტანია ლელო. ნუ ძალიან მოშვიდკაცე იყო სხვათაშორის დიდ სცენაზე გამოჩნდეს იგი შვიდკაცა ნაკრებიდან და მეერე უკვე დაიმკვიდრა თავი 15 კაცა ნაკრებშიც. ნუ ოქროს ნუ შეცვლა ესე ვთქვათ აფრიკელების. ძალიან ეფექტურად შემოდის ყოველთვის. ნახოთ აბა წინა მიწოლა ძალიან კარგი იყო ის ესეგან რევანშის აღებას გაწუნებთ. ათა ესეთი რამე არ სიამოვნებთ. აი ეს ავამობ რომ უბრალოდ არავის არ სიამოვნებს, მაგრამ განსაკუთრებით ვიტყვი აფრიკელებს არ სიამოვნებთ ესეთი რამე რომ შენ დაჩაგრე მიწოლაშიდან მოლში. მივაწექით არა წავიდა. გადარჩნენ კარგია ხო იმე. ცუდი პასი. შეცდნენ აფრიკელები, უნდა ჩავხუროთ ბოლომდე იქ შევაწუხოთ. აეჭრა, კი ბატონო 22-ში ვართ. არა, ცოტა გამოვიდა საჯი 22-დან, ჰოლიდე ვიცონი თორსტები. კი, შოტლანდიელი ქალბატონი არბიტრი. უკვე მიიღებს სხვათაშორის ტესტებიც უკვე ძირითად საჯს გულისხმობ. ხო, აქ რასი ერასმუსი, ტონი ბრაუნი, სხვათაშორის მისი ძმა კორი ბრაუნი, ტონი ბრაუნის ძმა ჩვენი შეტევის ძველი იყო 2021-23 წლებში. და 17,000-მდე ადამიანი ყოფილა. კი, სავსეა სტადიონი. გამოვათამაშეთ ამჯერად. ჯალაღონია, კარგია. არა, შეგვაგზელებთ. ივანიშვილი. პოლისის როგორ უნდა რევანში აუღოს ივანიშვილს, მაგრამ ნორას უკაცრავად. ხო, კარგად შეფუჭა, მაგრამ ისე ეფექტურად ვერა. თედო, კარგად ითამაშა თეზო კვესო, თოდუა მიყვება. შიგნით მიყოლა, ბიჭებო საჭირო მიყოლა, ვასკა უნდა შევიდეს რაქში, რა თქმა უნდა, ასეც იქცევა. გამოვარდა. და გადმოაგდე ბურთს ჩავარდა. აი მიყოლა დაგვიგვიანდა. დაფრთხილად უნდა ვიყოთ აქ. სწრაფები არიან, მუდი, წამოვიდა შემორბენაზე. ჯვარი. არა, არ გაფუჭდეს. არა. კარგი იყო ბაბუნაშვილმა მშვენიერი ბოჭვა შეასრულა. არა, რაბუთი დაიჭირა, მეთქი დაუვარდება თქო, მაგრამ არა სამწუხაროდ. აქ პოლარდი მონახა цаრიელი ადგილი და გადაკიდა. სხვათაშორის თვითონვე აიღებს. ამოგდებაც გააკეთა.
და ცოტა ქაოსი. ხო, 7 კაცასავით რაღაც აბსოლუტურობა, მაგარი და წიპასი იყო კი. და ეხლა უნდა მივაწვეთ. ბიჭებო, სამწუხაროდ ახლა რეალობას შეხოთ თვალი რა თქმა უნდა, არა გვაქვს ეს შეტევა, არა გვაქვს ის რომ არ შეგვიძლია მას შეაწუხო და რაში შეგვიძლია იქ მაინც უნდა ვივარგოთ, ნახოთ იმედია შევძოთ დაჩაგვრას. წინ იყო აქ. ერთნიშნულად უკანაც გახდა, მაგრამ დაინახავ საჭირო. Water off the field, please. Let's go. Medics. Come on, we're playing. Off the field. Come on. Play. ორი კი შერკინება. ხება მივაწვეთ დავაჯარიმოთ ან კარგი ბურთი გამოვიდეს და ერთი კარგი ლელორო გავიტანოთ ძალიან კარგი იქნებოდა. იდეალური იქნება რა თქმა უნდა. ადრე მოგცეს ბიძგი ცოტა, მაგრამ რახან ბურთი გავიტან საერთოდ აღარ უნდა, მე მგონი წვალება შერკინებაში მატკავა. უხერხულად მიიღო ბურთი და ისევ არა შევინარჩუნეთ საბოლოო ჯამში. წინ იყვენ. გიგაშვილი. ჯარი არ არის. მარცხნივ. თეთრაშვილი მიდის. სურცუკან. აბჯანდაძე. ყვესო. გადაღრა საჭირო. გადავარჩი კარგია ჯალაღონია, აი ხა გადავყაროთ, გავწმინდეთ. კარგია ბიჭები, კარგია, ეს სწრაფად. არა. თეთრაშვილი ისევ. ძალიან დიდი რესურსი ჩადება გვიწევს ამ ყველა რამში. კი და რამხელა ჯანი მიაქ ამას აბჯანდაძეს. მაღალი აბრაგანი აწია, ტაბუცაძე გაიქცა ბურთისკენ, წალიხედეთ და მე მგონი ჩვენგან წავიდა წინ. მე მგონი ჩვენგან წავიდა. არხელი არ აქვს გაშველი. აქ ხილად არ უნდა გავჩერდეთ არავითარ შემთხვევაში. როგორ ჭკვიანურად დაუხდა ეხა აქ მატყავა. აქ ხილად. ოუ რა ბურთი ამოაგდო, რა იყო ეხა ეს პასი. Good timing, play on. და ძალიან დიდი ხიფათი გველის. და კარგად აწია თოდუამ გადაგვარჩინა პრაქტიკულად. არაჩერებენ გაგიჟებულია. ამდენი ხანი იყო წინ თამაშის უპირატესობა? მე მგონი ჯარიმის მაშინ გასაგები. დუტოი. კარგად მოდის. თუმცა ცოტა ტემპი დაუვარდათ, მაგრამ აქ ყვახასმიტი მივიდა თედო. თავში ყორდა არტეს. და აქ რა კაი გადაკიდები. ძალიან ლამაზი ლელო გააქვს სამხრეთ აფრიკას. უნდა შევაყოთ. ხო, შეტევაში ძალიან გვიჭის, ამიტომ. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, ვის ვეთამაშებით, უნდა ვიცოდეთ. ეს სამხრეთ აფრიკა გახლავთ. სამხრეთ აფრიკა, რომელსაც 4-ჯერ აქვს აწეული რაგბის მსოფლიო თასი და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები არიან, ასევე რეიტინგი, რომელიც ცალკეა, ნომერ პირველ ადგილას რეიტინგით ეხლაც არიან სამხრეთ აფრიკელები. გარდასახვა რა თქმა უნდა ზუსტია. 51-10. აქ ეს არის რაც ჭუაკლიათ და არც ისტრაფე და არც ჯანი. და შეგახსენებთ, რომ ტრანსლაციას წარმოგიდგენთ სინაბონი, მსოფლიო მასშტაბით 50-ზე მეტ ქვეყანაში ცნობილი ბრენდი უკვე საქართველოშია და საფირმო დარიჩინით გამომცხვარი როლებისა და უგემრიელესი ყავის აგემოვნება შეგიძლიათ თბილისის გალერეასა და City Mall-ში. იჩქარეთ, რაგბის უყურეთ და დატკბით. 51-10 მეორე ნახევრისთვის დრო ნელ-ნელა უკვე იწურება და ჩვენები განაახლებენ 6 წუთამ, არასრული 6 წუთია დარჩენილი კიდევ თამაშის დასრულებამდე. ორი სიტყვით რომ ვთქვათ ჩვენი შეტევაზე გადის? ალბათ.
ორი სიტყვით რომ თქვა, დღევანდელი თამაში ბიჭების მე ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად ითამაშეს, დაცვაში ყოველ შემთხვევაში თავი დადეს, გვაჯობეს ახლა აფრიკა ბოლო-ბოლო, ამას წინასწარ გითხარით და გაგაცანით რომ იმის ილუზია რომ ჩვენ რაღაცა გამარჯვებას მივახცევთ ამის არ გქონია, მაგრამ ეს ჩვენი გამოცდილებისთვის ძალიან კარგია, მამამ თავრიშვილი და რა კარგად ითამაშა სანდრო. მატკავა, კარგი ფინტი, მიზრება, არის აიმე რა შვება. ცოტა მოეჭრა, თორე ისე ჩანაფიქრი კარგი კი იყო. გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე თვალწები, თუმცა ჩვენი აუტი იქნება. აქ სამ მეორეჯერ მოპარა ამ თავშუნა ბურთი აფრიკელებს. That's how they will tell you. 60. ახლა ამ შემთხვევაში მათ წავიკითხეს. დაადგა. გადაშოვის ეს პირველი დააბიჯა. პირველი აუტია რომელიც მოპარეს, აუტი ძალიან კარგი ხონდა დღეს. ხო. 9 must have stepped on the line. Five or six? Six again, thank you. ძელი აუტი მოვიგეთ, მაგრამ უკან დავიხიეთ. კახოიძე. შეცვალა მან თოდუა. ალინდენ გადმოდო. Away now. Good contest, thank you. ბურთი რაკიდან გამოვარდა და ჩაუვარდათ, მაგრამ გადაუვარდათ ამასობაში აფრიკელებსაც და ჩვენი შეკინება იქნება. ხო, ამით უნდა ძვირფასო ემანაპურებლებო შეგახსენოთ, რომ რეპორტაჟები არ სრულდება ამ თამაშით. ამ თამაშის შემდეგ საფრანგეთსა და არგენტინის მეორე ტაიმს მოუსწრებთ, რომელიც 21 საათზე დაიწყება და ბოლო ლუკმა ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის საქართველოსა და შოტლანდიის ოსლამელთა დაპირისპირება, რომელიც 22 საათზე და 30 წუთზე დაიწყება. აუცილებლად უნდა უშემატკივროთ ჩვენებს. მნიშვნელოვანი თამაში აქვს ჩვენს ოსლამელთა ბიჭებს. 3 წუთი ნახევარი, 3 წუთი უფრო სწორად თამაში დასრულებამდე. ხო, მოკეთ რა თქმა უნდა, სხვადასხვა უნდა გქონდა თამაში, იყო პირველი ტაიმი უკეთესი იყო ვიდრე მეორე, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი, რა თქმა უნდა, მათი სიღრმე და ეს მათი ბომბსკვადითაც ცნობილები არიან. ძალიან ძნელია, ესე ვიტყოდი, პრინციპში, რასაც ველოდი ჩვენგან და რაც ჩვენი მაქსიმუმი იყო, ალბათ ეს ვაჩვენეთ, ამის იქეთ ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ შეგვიძლია. ახტება. სადა ბურთი. ჯალაღონია კარგია. გავწმინდეთ. დავას გააგზელებს რაკს. No. Thank you. აქ აგვიანებთ შახურვას. გვიჭის უკვე ძალიან ცოტა დავჯექით ფიზიკურად. მუდი, კოლისი. კარგი ხარ კვესო. კიდევ ერთი კარგი ბოჭვა, თუმცა ამოაგდო ბონამი. კარგია მასანდრო მამამ თავრიშვილი და მე კიდე ბურთზე ჩაურტყა ხელი. მუდის მარეულობაში ძალიან დაგვჯაბრნიან ეგენი ბურთის აბურთავები. და ამოაგდებს. კი, ნუ აი მეორე ხაზელი და რანაირი პასი ამოაგდო და კიდევ ერთი ლევოთი დასრულდება აფრიკელების შეტევა. ხო, რა თქმა უნდა, ვეღარ გავძელით, მერვე ლელო მივიღეთ. თული მარტო დაცვაში დგომით არ გამოდის სამწუხაროდ, შეტევაშიც აუცილებლად ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ჯერ კიდევ და ბელიგებიდან და კიდევ საფესტივალო აღსაკიდან რომ შეტევაში უკეთესები ვიყოთ. თუ შეუტევთ, რა თქმა უნდა, მეთქე სამდენ არ ექნება და როელოსაც ვერ გაიტანს. 48-10 და 1 წუთი თამაშის დასრულებამდე.
ხო, აქ წაფად დაარტყეს სხვათაშორის აფრიკელებმა გარდასახვა ეთყობა კიდევ ერთი ელოს გატანაც უნდათ. არ იტყვიან უარს ამაზე. მიღებაზე კარგები არიან აფრიკელები, მამთარიშვილი კარგ ბოჭას ასრულებს. იგი ხელით თამაში უნდა აპირებენ ამას ეთყობოდათ რომ რახან არ წაფად დაარტყეს გარდასახვა ეს ამას ნიშნავდა. მოიპარა გიგაშვილმა. კარგია გიგაშვილი ძალიან. კვათაძე. მიზრება გავწმინდეთ. გიგაშვილი ისევ აი მოგვივარდა. გამოვიდა არენცე. ითამაშებენ ბოლომდე აფრიკელები რა თქმა უნდა. აუ ეს ნიმანმა შეგვჭამა მოკეთო რა ვიცი ეს კაცი რაუფლოუდებს აკეთებს და თედო აბჟანდაძე. დემურ ეფრემიძე. კარგი აი გადაგვივარდა ბურთი ისევ. დრო ამოწურული ამასობაში. ვაღასმიტი შეუულია მას გაქცევა გითხარით რომ მოშუტკაცია. წინპასი და აქ ამ კაცის დაჭერა რა ვიცი. დაიჭირეთ საბოლოო ჯამში. არა, სწრაფად გააქვთ ბურთი ისევ. და ბოლორელოც კიდევ გაგვიტანეთ სამწუხაროდ. ხო, ვერაფერს ვიტყვით, ძალიან ცუდი მეორე ტაიმი. აფრიკელები განსაკუთრებით ეს ბოლო 10 წუთი, სადაც ფიზიკურადაც დავჯექით, უკვე აღარ შეგვეძლო, რა თქმა უნდა, აფრიკის მარკაფამაც ძალიან დაჩაგრა ჩვენი მარკაფა. ხო, ეს არის მოკეთო საბოლოო წევანდელი ზაფხულის ტესტების შედეგი. ეს არის პირველი ტაიმი, სასურველი იყო, რა თქმა უნდა, რომ ეს მეორე ტაიმში ესეთი ანგარიში არ დამდგარიყო, მაგრამ რას ვიზამთ. სამუშაოა ძალიან ბევრი პირველ რიგში შეტევაში, რომ შეტევაში არ ვიყოთ ესეთი სუსტები. და მეტი ვიფიქროთ მეტად შევქმნათ მეტოქეს ნეხი. ამასობაში პოლარდმა გარდასახა კიდევაც 55-10 45 ქულიანი გადასობით დაგვამარცხა სამხრეთ აფრიკა. გაიც გავკეთეს შეგვიძლია თქვა ბოლოში. ახლა კლასში სხვაობა რა თქმა უნდა იგი კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო რომ 4-ის მსოფლიო ჩემპიონებს ვეთამაშებოდით და ამჟამინდელ მსოფლიო თასის ფლობელებს. ხალხო გაიტანეს აფრიკელებმა ჩვენ ერთი ეს არის საბოლოო შედეგი მიულოცოთ აფრიკას ხოლო აფრიკას ელოდება უკვე ძალიან საინტერესო რაგბი ჩემპიონშიპი მაყოფილი უკვე ბოლოს მოვიდა ხასიათზე პირველ ტაიმში ცოტა დაძაბული იყო რასი ერასმუსი მაგრამ ბოლოს გაიხარა კი ბატონო რა თქმა უნდა კითხვა არ არსებობს ვეთოქეს უნდა მიულოცოთ გამარჯვება ეს რაგბის სტაციებში და რა თქმა უნდა მოინაზეც ბიჭები მიულდე გააცილებენ ისე როგორც საჭიროა კი ბატონო მოკეთო დავმარცხით აფრიკასთან 50-10 ხოლო ჩვენ გველოდება დღეს შეგახსენებთ 22 საათსა და 30 წუთზე მსოფლიო თასზე მეცხრე ადგილისთვის თამაში საქართველოს შოტლანდია. კარგად ვწარდებოდეთ, მე სერულ გაბუნივართ, ჩემთან ერთად დღეს შეხვედრა ლუკა კილასონიას მიყავდა.